ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიდანაც გავიდა. ლიბერთი ჩინურმა ბაზის ბანკმა იყიდა. გარიგებამდე ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ჰოლდინგი Georgian Financial Group BV ფლობდა. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე კი სხვებთან ერთად სწორედ ირაკლი რუხაძე იყო. ბაზის ბანკის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება წარმატებით დაასრულეს და აქციების 95.99% მფლობელი გახდნენ. განცხადების თანახმად ბაზის ბანკის გენერალური დირექტორი დავით სავა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციასაც დაიკავებს. მიმდინარე ეტაპზე კი ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზის ბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შექმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით. ამ გარიგებით ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩემთვის დიდი პატივია იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხრეებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გადაწყვეტილებას სანქციების შიშით ხსნის. მისი თქმით, რუხაძე მიცის, რომ სანქციების შემთხვევაში ლიბერთი ბანკს SWIFT-დან მომენტალურად გათიშავდნენ, რაც მძიმე პრობლემებს შექმნიდა. რაც შეეხება რუხაძის სხვა ბიზნესებს, როგორც არის მეტალურგია, როგორც არის ცემენტი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან ერთად ის ფლობს აქ ბევრ ბიზნესებს და როგორც ჩანს, ნელ-ნელა რაღაც სფეროებიდან აპირებს გასვლას, მაგრამ ბანკი ეს იყო ის საიდანაც ვერ აიცილებდა, ვერავითარ სანქციებს და ვერავითარ, ასე ვთქვათ, ირიბ გამოსავალს ვერ მოძებნიდა. დღეს თუ მეტალურგიული ქარხანა ან ცემენტის ქარხანა მაინც დასანქცირების შემთხვევაში უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ქარხანას ამ ობიექტთან დავირების საშუალება იქნებოდა, ბანკთან დაკავშირებით ვიცით, რომ ბანკი მომენტალურად გაითიშება SWIFT-დან და მორჩა ამას ვერაფერი უშველდა და ამიტომ ჩამოიცილა რუხაძემ ტელეკომპანია იმედთან ერთად ლიბერთი ბანკი. რომან გოცირიძის თქმით, ლიბერთი ბანკის გაყიდვა პრობლემა არ იქნებოდა ის ჩინურ ბაზის ბანკს რომ არ შეეძინა. ეკონომისტი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 42%-ის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას დღეს უკვე ჩინური ბანკი ფლობს, რაც შესაძლოა გარკვეულ რისკებს ქმნიდეს. ლიბერთი ბანკში 1,7 მილიონი კლიენტია ჩვენი მოქალაქე დარეგისტრირებული, გარდა პენსიონერებისა და სოციალურ დაუწყებლებისა იქ ასევე სხვა კლიენტებიც არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სახის მონაცემები, ტელეფონები, მისამართები, ელექტრონული პოსტა, ფოტოც კი, ვინაიდან იქ ვიზუალური ავტორიზაცია ხდება და ასევე სხვა ინფორმაცია, ანუ საქართველოს მოსახლეობის 42%-ის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას დღეს ფლობს უკვე ჩინური ბანკი, რაც რა თქმა უნდა, სულაც არ არის სასიამოვნო. ლიბერთი ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით ბევრს არაფერს ამბობენ ქართულ ოცნებაში. მათი თქმით, ბიზნესმენების გადაწყვეტილებების პოლიტიკური შეფასება სწორი არ არის. ირაკლი რუხაძე არის ბიზნესმენი და მის გადაწყვეტილებებზე, რა თქმა უნდა, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სანქციების მომოდის. არა აქვს მნიშვნელობა. მას კითხეთ და იქ კი პასუხობთ. მე როგორ გიპასუხოთ ირაკლი რუხაძემ, რატო გადაწყვეტა ან იმედიდან გასვლა, ან ლიბერთიდან. ფიქრობ თუ არა შეიძლება სანქციების მიმოდინის გამო ხდებოდეს ეს ყველაფერი და ახლა რას ნიშნავს? აქამდე კარგად მეგობრობა. მე არ მაქვს უფლება, ჩემი პოზიცია არ მაქვს უფლება დავაფიქსირო რომელიმე ბიზნესმენის ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა. დაახლოებული, არაა დაახლოებული. მე ვარ პოლიტიკოსი და შესაბამისად მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მასთან დაკავშირებით. ლიბერთი ბანკიმდე იყო ტელეკომპანია იმედი 2026 წლის 6 თებერვალს ირაკლი რუხაძემ იმედის გაყიდვის შესახებ განაცხადა. აქედან რამდენიმე კვირაში კი იმედს და პოსტივის დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესა.